გამარჯობათ ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ეს ჩემი არხია და როგორც კი გამოიწერთ ამ არხს, ეს არხი თქვენის გახდება. ეხლა ხედავთ სამ ორაკულის არკანს, პირველი, მეორე, მესამე. თქვენ უბრალოდ კონცენტრირდით და წარმოიდგინეთ ან თქვენი საყვარელი ადამიანი, ან ზოგადად სიყვარული და ვნახოთ რას გეტყვით ორაკული, ხოლო შემდეგ უცნაური დასტით გავშლით ერთ ვარიანტად სასიყვარულო გაშლას თქვენთვის მაშ ასე წარმოიდგინეთ, ჩაიფიქრეთ და ვნახოთ ვით ჩაიფიქრა ეს ვარიანტი, ვნახოთ რას გვიღებს ეს კარი და რა ინფორმაცია მოდის მომავლიდან. თქვენი ურთიერთობაო, განვითარდებაო, თბილი მისალმებითო, ურთიერთობებს მიეცითო სიყვარულის საშუალება და ისე მოქმედოთ, როგორც თქვენი გული გიბრძანებთ და გიკარნახებთო. ანუ ამ ადამიანთან, ან ზოგადად სიყვარულს წარმოიდგინეთ, რაღაცა სითბოთი, ესე მშვიდად, მორიდებულად შემოვა ეს ენერგია, შეიძლება მოგწეროთ და დაიწყოს ყველაფერი ესე გამარჯობა როგორ ხარ, ძალიან ესე ქარიშხალებით არა, ესეთი ნაზად, მოზომილად, თავაზიანად და თქვენ გული როგორც გეტყვით ისე გადაეშვით ამ სასიყვარულო მორევში. მოდი ვნახოთ ახლა, ვინც აი ეს ჩაიფიქრა, მასთან რა ხდება, რა კარი იხსნება, რა მოულოდნელობები, უცნაური სივრცეები გაიხსნებაო თქვენს წინო და ძალიან ბევრი მოულოდნელობა. რაც იყო ადრე, ისე არაფერი აღარ იქნება და ძალიან დიდ თავგადასავალს ელოდე. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი რო ხდება, რომ დამიკომენტაროთ თუ იპოვით ამ ვიდეოს როგორ ახდა ეს და ბოლოს აი ვინც ეს ჩაიფიქრა, რაღაცა ფარული საიდუმლო გზა გექნებათ, საიდუმლო შეხვედრები, საიდუმლო ურთიერთობები და თქვენი შთაგონებით, თქვენი ფანტაზიით, ოღონდ არა ფეიკით, ხო, თქვენი გონებით გაიმართება ეს. აი ეს ვინც აქ ჩაიფიქრეთ, ან სიყვარული თუ ჩაიფიქრეთ ზოგადად არ ხართ ახლა ურთიერთობაში, საიდუმლოდ წარიმართება, დამალვა მოგიწევთ ამ ყველაფრისგან თქვენ. ახლა კი როგორ შეგპირდით საერთო გაშლა. მოდი ვნახოთ რა იყო. ან ნახეთ, ზოგი საერთოდ არ არის ახლა ვინც უყურებს, ხო, საჯარო გაშლა ურთიერთობაში, ხო, მაშინ მისი ახლო აწმო, ახლო მომავალი იფიქრეთ, ვისთვის შეიძლება ეს იყოს წარსული და ასე შემდეგ. მაგრამ მიყვეთ მოვლენების დასაწყისიდან და გავაგრძელოთ, ხო, აბა ვნახოთ. ნახე, როგორ გხედავთ, ასე ვთქვათ, ენერგიები, რომ თქვენ ახლა ხართ ერთი შეხედვით ძალიან ლამაზ, ძალიან მშვიდ, ძალიან წყნარ, ძალიან დაცულ, ჰარმონიულ, სასურველ, ასე ვთქვათ, ვიღაცისთვის შეიძლება შესაშურ ენერგიებშიც, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ განიცდით რუტინას. ეს არ არის თქვენთვის აღმოფრენა, ეს არ არის თქვენთვის ასე ვთქვათ, კმარობა, თქვენ რაღაცა მეტი გინდათ, მეტ სისურვებდით. და ეს არის საკმაოდ გამოხატული. ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგად არის. შეიძლება გაქვთ სამსახური, ან სწავლობთ, კარგი ოჯახი, კარგი ჩასაცმელი, კარგი გარემო, მაგრამ რაღაცა გაკლიათ, რაღაცა სიგიჟეები, ასე ვთქვათ. ნახოთ, მე რას გვეტყვის.
რა საინტერესოა. აუცილებლად, აი ეს არის სასიყვარულო გაშლა და ამ თქვენს რუტინას, ამ თქვენს შეკავებულ ენერგიას, შეკავებულ დიდ ბედნიერებას თქვენ განაუბედური ხართ, ყველაფერი გაქვთ ნორმაში, როგორც თქვი, ხო? ყველაფერი გაქვთ გარეთვალიდან, ასე ვთქვათ, შევაშურდეთ კიდევაც თქვენი, მაგრამ თქვენ რაღაცა ისეთი გინდათ, რომ ფრთები მოისხათ და გაფრინდეთ და სწორედ ადამიანი, ეს ადამიანი შეიძლება იყოს საჯარო გაშლა და ვიტყვიან კარმული, ან ძალიან დიდი ხნის წინ ნაცნობი, ან ნაცნობების ნაცნობი, მოგწერთ ეს ადამიანი და თქვენი ურთიერთობა ძალიან დიდ სიყვარულში გადაიზრდება. და იქნება ახალი ცხოვრების გზა, შინაგანი დიდი მწიხაროებიდან ძალიან დიდ ბავშვობაში, ანუ თავისუფლებაში გადაიზრდება, შემოქმედებითობაში გადაიზრდება. ძალიან დიდი სილაღე, დიდი უცნაური თავისუფლების შეგრძნება გექნებათ. გექნებათ უცნაური შეგრძნება. ერთის მხრივ აი ეს დიდი თავისუფლება, რაზეც ვისაუბრე, მეორეს მხრივ რაღაცა ჩარჩოები, რაღაცა ბარიერები, რაღაცა უნდა, რაღაცა არ შეიძლება. მაგრამ ეს სიყვარული მაინც შანსი, რომ თქვენს ცხოვრებაში არის დიდი შანსი და დიდი საჩუქარი. ეს არის დიდი თავგადასავალი, ვიტყვი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც უნდა მიიღოთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ. ნახოთ რა ტრანსფორმირდება თქვენში. თქვენში ტრანსფორმირდება მამაკაცზე შეხედულება. აქმა როგორი შეიძლება იყოს მამაკაცი და ეს გადაიქცევა სულ სხვანაირად. ანუ თქვენ დაინახავთ მამაკაცში რომანტიკას, მამაკაცში დაინახავთ სიყვარულს, მამაკაცში დაინახავთ მხარდაჭერას, დაცულობას და ეს მამაკაცი, რომელიც მოვა, ისეთ ისტორიას მოგიტანთ, რომელზეც აი შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი ხაზი იქნება. მე ვიყავი ნათია შაი, ვისაც ურჩევთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591 233 507 ვიბერზე WhatsApp-ზე მომწერეთ. ახლა კი დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.